ვესწუბნენ ბარბარე ჯანაშია, მარიამ ყაზიშვილი, თათა მათურელი და ნინი მაისურაძე. და ამოდროულად ნატალი ციგრიაშვილი. ბავშვობა როგორ ახარ? კარგად თქვენ? კარგად. რა ჭიალა ბავშვები არის. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის და მინდა სრულიად საქართველოს მივულოცოთ თბილისობა. დედა მივულოცოთ. და მე დღეს მოვედი თქვენთან სიახლით. მე მგონი ლიზმედა შენ უნდა გადავწყვეტ. კი ბატონო და ვალაპარაკოთ ვარქო. ჩემს ჯგუფთან ერთად ჩვენს ჯგუფს ქვია 5G. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ხუთეული საქართველოში და ასევე ვართ პირველი ლაპრიმელები. ჩვენ 3 წლიდან ვიზრდებით ერთად და 3 წლიდან ვართ განუყრელი მეგობრები, რასაც დამთანხმებიან. და აი, ამიტომაც ჩვენ მასწავლებელმა ქალბატონმა ნინო ლომიძემ გადაწყვიტა შექმნა ჯგუფი 5G და ჩვენი ჯგუფი არსებობს უკვე 2 წელია და რადგან დღეს არის თბილისობა, გვინდოდა შეგვისრულებინა თქვენთვის თბილისის სიმღერა. ძალიან კარგად გამოგივიდა და მე მგონი რა კითხვები აღარ არაფერი აღარ მოხდა დასამატებლად. მადლობა, კარგად ბრძანდებოდეს, მადლობა რომ მიყავით ჩვენი სტუდია. ხალხო, თქვენ ერთი წამი, ეხა ერთი წამით რა. ეხა მე უკვე გავარკვიე ამ 5 ადამიანში ლიდერი ვინც არის. მაგრამ ეხა მინდა რომ თავიდან მოყვეთ და ყველამ რაღაცა თითო სიტყვა გითხრათ, გაგვეცნოთ და გითხრათ ერთად ბარბარემ უკვე აღნიშნა რომ 3 წლიდან ერთად ვართ. და თქვენ შესახებაც რომ გითხრათ რაღაცები, აბა გისმენთ. აბა მოდი შენგან დავიწყოთ. აბა რამდენი წლის ხარ სახელი? მე ვარ თათა მათურელი 9 წლის. და ძალიან მიყვარს სიმღერა, მუსიკა და ყოველთვის ვცდილობ რომ ჩვენ 5G ერთად ვიყოთ. ბარბარე სწორად თქვა? ნახე როგორ ხო, ესე დაუმოწმა. 3 წლიდან ერთად ხართ ხო მართლა? 3 წლიდან. სად შეხვდით პირველად ერთმანეთს? პირველად ლაპრიმაში შეხვდით. ყველა პირველ ლაპრიმაში. ლაპრიმაში. ეტიკა გაიცნეს ესე იგი დიახ. ერთი და 3 წლიდან ერთად არის. და ყოველთვის ვცდილობთ, აი კი ძალიან გადაწყვეტილი რეჟიმი გვაქვს ყველას და ყოველთვის ვცდილობთ მაინც რაღაც პატარა დრო იმისთვის შევინახოთ რომ ვითამაშოთ, ან რაღაც გავაკეთოთ მეთანხმებით. მე რაღაცა ხო რა როგორ თამაშობთ ხოლმე? დაქალობანას ბანა ეს რა არის? ანუ ისედაც ზაქანავი ვართ, მაგრამ ისე თამაშობს თამაშობთ. გასაგებია, მე მაპარი. მიხდი? კი, გავიგეთ. კიდე? გვიყვარს ერთმანეთზე ამბების მოყოლა, აი საინტერესო ამბები გვიგროვდება ხოლმე, იმიტომ რომ სკოლის ამბებსაც ალბათ შევარაუხმე. ჭორაობა. Yes. Yes. და ერთ სასაცილო ამბავსაც მოვყვები, გახსოვთ ალბათ ხო? ერთხელ ჩვენ ქალაქებშიც გვიწვევენ ხოლმე და მღერით ხოლმე კონცერტებზე და ერთხელ წავედით ერთ-ერთ კონცერტზე ხო? და მშობლებს ეჭირათ სცენა, ანუ ყანყარებდა. მუყავს სცენა იყო, აი ყანყარებდა და მშობლები იჭერდნენ ესე სცენას. მართალია. ესე იგი გადაგვირჩენია ბავშვები. დიახ. კაი, ეხლა გადავიდეთ. მე ვარ ნინი მაისურაძე 9 წლის და ყველას აი როცა დრო გვაქვს, ყველა ერთად ძალიან ვერთობი და როცა მუსიკა გვაქვს, ძალიან გვიხარია ყველას, იმიტომ რომ ერთმანეთს რო ხედავთ, ეგ გასახარებელია და ძალიან მოგწონს. ხო, თქვენ ალბათ უკვე სამომავლო გეგმების დასახული გექნებათ. მე ესე ვფიქრობ, მაგის კითხვაც ალბათ ცოტა უხერხული იქნება. აბა, გადავიდეთ. მე ვარ ნატალი ციგრიაშვილი. აბა, მიკროფონი ახლოს. მე ვარ ნატალი ციგრიაშვილი, ვარ 9 წლის და ძალიან მიყვარს სიმღერა და ცეკვა. ხო. ჩვენ გვყავს კიდევ 2 მასწავლებელი, ნიკი მიშელი და მარიამ ნადირაძე. მოვიკითხოთ? ხო, მოვიკითხოთ აუცილებლად. კიდე რაღაც თქვა გინდოდა მითხრა. და მარიამი ჩვენ როცა დახმარება გჭირდება ხოლმე, ცეკვებს გვადგმევინებს ხოლმე და ცეკვავთ ხოლმე სიმღერებს. ესე იგი რაც იცეკვეთ მარიამა და გაგ. არა, ეს ჩვენი. სიმღერის დასწავლი. უფრო ჰიპ-ჰოპურ ცეკვებს გვასწავლის ხოლმე ჩვენი მარიამ მასწავლებელი. დიახ. აჰა, ძალიან კარგი. აბა, ეხლა გადმოვიდეთ შენთან. მე ვარ მარიამ ყაზიშვილი 9 წლის და გართობაზე ვიტყვით. ანუ, როდესაც ბავშვი მღერის, ვერ ვითმენ და ჩვენ სულ ვერთობით. ანუ,
იმის ზურგს უკან სულ ვერთობით, ოღონდ არ ჭორავობთ. აჰა, ესე იგი რომ ხო გასაგებია. გასაგებია. ესე იგი პროფესიები უკვე აირჩიეთ თუ ერთი ხაზით მიდიხართ? აირჩიე? აბა მომღერალი. კიდე? შენც მომღერალი? აი მეც ეხა როგორც მომღერალი, მეც მომღერი ბავშვებოდა. რა ვიცი, აი იმდენ წარმატებას გისურვებთ, იმდენ წარმატებას, რომ თქვენი მიზანი რაც არის, აუცილებლად უნდა განახორციელოთ. და იცით რა მაინტერესებს? სკოლაში როგორ სწავლობ? კარგად. ასწრებთ? კი. ყველაფერს ერთად? ცდილობთ ყველნაირად რომ მოვასწროთ და რაღაც დროს ტოვებთ დავალებებისთვის ასწავლოთ მაინც. აი ხა ყოველ საჭიროა რა თქმა უნდა. განსაკუთრებულად რა საგანსწავლობთ? მათემატიკა. ხედა. მათემატიკა ქართული გვაქვს ყოველდღე. და რა თაობა მოდის კაცო? ჩემთვის მათემატიკა არავის არ უყვარდა, რატომ? მე მაგალითად არ ვიყვარდა. არც მასწავლებელი მიყვარდა, კი, მასწავლებელი კი, მაგრამ მათემატიკა დიდად არა. ხო. და თუ კიდევ ერთხელ მოგვიწევთ, აუცილებლად მოვალთ და შეგისრულებთ ერთ-ერთ სიმღერას, ოღონდ ჩვენი ვერსიით. მოგიწევთ, ხო, აბა? ცოტა გიჟები რომ ვარ, ჩვენი ბრალია. ჩვენი ბრალია და ერთად ვიმღეროთ ერთად დღეს ჩვენი ჯერია ერთად ვიმღეროთ ერთად დღეს ჩვენი ჯერია. ბრავო, ყოჩა. პრემიერად ჩატარდა ეს ვინ ეს მოულოდნელობა იყო ძალიან. ჯერ როგორ დაანონსა? აბა მე არ ვიცი თქვენ მიხართ ბავშვებო. არ ვიცი, მე არაფერი აღარ მაქვს სათქმელი. ლიზი, გაქვს რა მესათქმელი? კი, მაქვს. ლიზისთან ხო არა? კი, ლიზისთან მაქვს. ჩემი სეხნია და რაღაც მაინტერესებს, რაღაც ახალი სიმღერაო გავიგე. მართლა? რა ახალი სიმღერაო? აბა ეხლა უნდა შეგვისრულო რაღაც სიმღერა როგორ ვიცი. შემდეგში თუ მოგვიწევთ, მაგ სიმღერას სიურპრიზად გვაქვს. ესე იგი. ლიზი ეს მინდოდა რომ ზუსტად რომ შეგვპირებოდი, რომ შემდეგში მაგ სიმღერას გვიმღერებ, იმიტომ რომ ჩვენ ველოდებით მაგ სიმღერას. კი ბატონო. თუმცა არის ქალბატონი ბარბარე, რომელსაც აქვს ხო სიმღერა დღეს უნდა გვიმღერო. დიახ. რა სიმღერა გვაქვს? უბრალოდ მოდი არ თქვა მაშინ და სიურპრიზად დავიტოვოთ. სიურპრიზი, მოკლედ არ ვიცი, განებიურებულები ვართ ამ სიურპრიზებით და ბარბარე გავაცილოთ. კი ბატონო, პატარებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ. კიდე ხომ მოხვალთ ჩვენთან? დიახ. ხო? დიახ. კაი გოგოები ხარ, ძალიან ბევრი წარმატება მადლობა. და აბა გთხოვთ ბარბარე. რა მაგარი ბავშვები არის. აბა, ძალიან. გავგიჟდი. ერთმანეთზე უკეთესები. ზუსტად. აბა გთხოვთ. აღარ დაბრუნდებიანო ავცილებენ ჭორს გავფრინდები მეუბნები შენ ეშმაკობ და გულში ფიქრობ სევდას გაგიჩენ ლა 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 დაბრუნდები მე ვიქნები შორს და როდესაც ვეღარ ნახავ მაშინ მოხვალ გონზე მაგრამ რაღაც იზამრას და დაუწყებ მაშინ ძებნას ჩემს წესა და